საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ინოვაციური სამეცნიერო კვირეული გაიმართება. პროგრამა მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურს ბიოტექნოლოგიების შესახებ მეტი გაიგოს და მცენარეთა კვლევის უახლეს მიღწევებს გაეცნოს. ამ დროისთვის მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. კვირეულში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტებს, ასევე ბიოლოგიით, ტექნოლოგიებითა და გარემოს დაცვით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა ინოვაციური ტექნოლოგიებით. ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო კვირეული. ორგანიზატორთა განმარტებით 5-დღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მსურველები მიიღებენ ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას, გაეცნობიან უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას და ექნებათ წვდომა საგანმანათლებლო მასალებთან. ეს კვირეული გრძელდება 5 დღე. განკუთვნილი არის სკოლის მოსწავლეებისათვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის არის სრულიად უფასო. კვირეულში ჩართული არიან ახალგაზრდა მეცნიერები, ასევე გვყავს მენტორები, რომლებიც წარმოადგენენ საკმაოდ გამოცდილ მეცნიერებს და მათ მენტორობის ქვეშ ხორციელდება ეს პროექტი. გეგმილია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სამუშაოები, რომელსაც ჩაატარებენ თვითონ სტუდენტები. ისინი იმუშავებენ ლაბორატორიაში, გამოიყენებენ ჩვენთან არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკაში და ასევე გაეცნობიან სხვადასხვა თეორიულ მასალას. ამ კვირეულის მიზანია დააინტერესოს სკოლის მოსწავლეები მეცნიერებით და დაგეგმონ თავის მომავალი კარიერა ამ მიმართულებით. ეს კვირეული 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველ კვირეულად ახალი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ინოვაციური სამეცნიერო კვირეული მარტში დაიწყება. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.